რეალურად რა გამოწვევები აქვს თავად სისტემას და რა უნდა შეიცვალოს არსობრივად სტუმართან ერთად გავაგრძელებთ თემაზე საუბარს შალვა ტაბატაძე განათლების ექსპერტი გვერდება მადლობა რომ ხართ ჩვენ სტუმარი მოგესალმებით ჩემო კოლეგამ მიმოიხილა რეალურად რას მიიჩნევენ ადამიანები განათლების სისტემის მთავარ გამოწვევებად და რა თქმა უნდა განათლების ხარისხი არის ერთ-ერთი პირველი თუმცა განათლების ხარისხი თავისთავად იმდენად ესეთ ფართო ცნებაა რომელსაც ბევრი წინაპირობის უზრუნველყოფა სჭირდება რომ პრინციპში ხანდახან არც ვიცით ხოლმე საიდან დავიწყოთ როცა საუბრობთ. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის უპირველესი საჭიროება დღესდღეობით განათლების სისტემის რეფორმისთვის, იმისთვის რომ ის პასუხობდეს თანამედროვე გამოწვევებს, რაც აქვს ეკონომიკას და ქვეყანას? კი ბატონო, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. ცოტა რთული შეკითხვაა და პირდაპირ პასუხის გაცემა, იმიტომ რომ საკმაოდ გლობალური და მნიშვნელოვანი საკითხია. ერთის თქვი და მეორეს თქვი გამოწვევები და პრობლემები იმდენად ბევრია განათლების სისტემაში, რომ ჭირს მათზე რეაგირებაზე საუბარი. ზოგიერთ შემთხვევაში შტაბ-ჭრილება მრჩება ხოლმე, როცა განათლების მინისტრები მოდიან თავიანთ პოზიციებზე, რომ ზუსტად ისეთ ადამიანებს არჩევენ, რომლებმაც არ იციან ღრმად განათლების სისტემა, ანუ ვერ ხვდებიან რა ტიპის პრობლემებია განათლების სისტემაში. განათლების მინისტრსაც ესეთი შტაბ-ჭრილება გაქვთ? კი, ახალ განათლების მინისტრიც ესეთი შტაბ-ჭრილება მაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში თავდადებული და თავგანწირული ადამიანი უნდა იყოს, რომ ამ სისტემაში შემოხვიდე და გარკვეული ამბიციები გქონდეს რაღაცის გასაკეთებლად. იმდენად მძიმე მდგომარეობა გვაქვს სამწუხაროდ. შეიძლება დავყოთ ეს პრობლემები, რომელიც განათლების სისტემას აქვს რამდენიმე სფეროდ და მიმართულებაც. პირველი არის ზოგადად მართლობითი მიმართულება, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, განათლების სისტემაში და გადამწყვეტი. აქ მრავალი საკითხი იკვეთება მართლობით პრობლემებში, რომელიც უშუალოდ მართლობას უკავშირდება არა მხოლოდ განათლების სისტემაში, არამედ ზოგადად მართლობას ქვეყანაში, რაც განათლების სისტემაშიც მართლობას ხდნის პრობლემებს. აქ მაგალითად გულისხმობ იმას, რომ ზოგიერთ შემთხვევაში განათლების მინისტრები და თვითონ სამინისტრო არ არის უფლებამოსილი, რომ გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღოს ამ სფეროში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად და ამ პრიორიტეტებს, რა პრიორიტეტები უნდა ქონდეს განათლების სამინისტროს, სხვა მიმართულებები და სხვა უწყებები წყვეტენ ისევე, როგორც გულისხმობთ, რომ საკმარისად დელეგირებული არ არის განათლების. ფორმალურად დელეგირებულია, თუმცა მართლობითი ფორმა გვაქვს ისეთი, როდესაც ხშირ შემთხვევაში რიხით მოსული განათლების მინისტრი, რომელსაც სურვილი აქვს და ენთუზიაზმი რაღაც რეფორმები გაატაროს, ვერ ატარებს ამ რეფორმებს, იმიტომ რომ მის ხელში გადაწყვეტილების მიღების რეალური მექანიზმი არ არსებობს და ის ითვალისწინებს პარტიულ ინტერესებს, ითვალისწინებს გარკვეულ კონიუნქტურას, ითვალისწინებს ადამიანების სურვილს, ითვალისწინებს უსაფრთხოების სამსახურის დირექტივას. ეს არის მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც მხოლოდ განათლებას არ უკავშირდება საერთო მართლობას. თვითონ განათლებაშიც თუ ავიღებთ, არის მართლობითი სერიოზული პრობლემები, მათ შორის ცენტრალიზება, დეცენტრალიზების პრობლემა და გადაწყვეტილების მიღების პრობლემა და უნივერსალური და უნიფიცირებული მიდგომები, რომელიც სისტემაში არსებობს. ანუ ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას ერთნაირად ვარგებთ. სისტემა 2086 საჯარო სკოლა ყავს და გადაწყვეტილებას ვიღებთ უნიფიცირებულს. ცენტრალიზების შესახებ იქნება თუ დეცენტრალიზების სახე. ანუ ნებისმიერი გადაწყვეტილება არის ყველასათვის ერთნაირი, როცა ეს სკოლები არიან სრულიად განსხვავებული. მართლობითი პრობლემების გარდა კიდევ სხვა ტიპის პრობლემებია მართლობითში, მაგრამ არის მნიშვნელოვანი პრობლემა თვითონ სტრუქტურულ ორგანიზაციული თვალსაზრისით. ჩვენი განათლების სისტემა სტრუქტურული თვალსაზრისით არის საბჭოთა სისტემა და სამწუხაროდ სკოლების მოწყობას, ბმა, სკოლამდელი და სასკოლო განათლების და ასე შემდგომ ვაგრძელებთ ზუსტად იგივე სტრუქტურით და იგივე სისტემით, როგორიც ჰქონდა. მათ შორის ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ იგივე სისტემაში, რაც გვაქვს და რეალურად ეს სისტემა საჭიროებს რეფორმირებას, მათ შორის მაგალითად სკოლამდელი და დაწყებითი განათლების უფრო მეტად ინტეგრირებას, დაწყებითი განათლების უფრო ცალკე საფეხურად გამოყოფას, საბაზო და საშუალო განათლების ინტეგრირებას, საშუალო საფეხურის უფრო მეტად დაკავშირებას პროფესიულ თუ უმაღლეს განათლებასთან და ასე შემდგომ, რაც რეალურად არ ხორციელდება და სტრუქტურული თვალსაზრისით არანაირი პრობლემები არ წყდება. მესამე ტიპის პრობლემები უკვე ინსტიტუციურ დონეზე რა ტიპის პრობლემები ხდება და ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული პირველ რიგში ადამიანურ რესურსებთან, შემდგომ ინფრასტრუქტურასთან, თვითონ სკოლის შიგნით მართლობასთან, იგივე ეხება უმაღლეს სასწავლებლებს და აქ ჩვენ ვერ
გავისი გრძეგანეთ ამ წლების განმავლობაში, რომ თუ გვინდა ჩვენ კონდეს მაღალი დონის და მაღალი ხარისხის განათლების სისტემა, უნდა გვყავდეს მაღალი დონის მასწავლებელი და უნდა გვყავდეს მაღალი დონის სკოლის ხელმძღვანელი. ვერანაირად ვერ გვექნება იმაზე ხარისხიანი განათლების სისტემა, ვიდრე გვყავს მას არის მასწავლებლის კვალიფიკაცია. აი სწორედ ამაზე მინდა რომ გკითხოთ მასწავლებლების კვალიფიკაცია მართლაც იგივე გამოკითხვებში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში მოსახლეობის სახელდება ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად ან მოსახლეობაც აღიქვამს რომ მასწავლებლების კვალიფიკაცია არის პრობლემა. რის ესე ვთქვათ შემხვედრადაც სახელმწიფომ არაერთი რეფორმა გაატარა და ნერგა ვთქვათ გამოცდა მასწავლებლების მერე მრავალეტაპიანი განვითარების პროგრამები რომელიც არაერთმა მასწავლებელმა გაიარა საკმაოდ რთულად ზოგმა განსაკუთრებით რთულად ზოგმა ადვილად მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აქ რაღაცა პერიოდის განმავლობაში თითქოს არსებობდა თანმიმდევრულობა, სხვა საკითხია რამდენად სწორი იყო თუ არასწორი ეს მიდგომები, მაგრამ ფაქტია რომ რაღაცას მიყვებოდა ეს პროცესი და ბოლოს აღმოჩნდა რომ მაგალითად ახლა წინასაარჩევნოდ საერთოდ ისევ შეიცვალა ეს სისტემა და მაგალითად ხელფასების ზრდა მასწავლებლების აღარ არის დამოკიდებული მათ სტატუსზე და ისევ გახდა საათობრივი, რაც პრინციპში თავისთავად აზრს უკარგავს აქამდე განხორციელებულ, ვთქვათ, ამ კვალიფიკაციის ამაღლების სქემებს. რამდენად პრობლემურად მიგაჩნიათ ეს არათანმიმდევრულობის კომპონენტი, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ მასწავლებლების კვალიფიკაცია უნდა გაიზარდოს. კი ბატონო, არათანმიმდევრულობაც პრობლემაა და ამ პოლიტიკაში მოსწავლის არ დანახვაც არის პრობლემა, რაც საბოლოო ჯამში იწვევს იმ განათლების ხარისხთან დაკავშირებულ პრობლემებს. არ მინდა მაყურებელმა ისე გაიგოს, რომ მასწავლებელთა დაბალი კომპეტენცია და ის თუ არ აქვს კვალიფიციური მასწავლებელი, რა თქმა უნდა ძალიან მაღალი კვალიფიციური მასწავლებლებიც ყავს, მაგრამ მთლიანად მასწავლებელთა კორპუსის გაჩანსაღებაზე საუბარი, ეს ამაში დამნაშავე მასწავლებლები არიან. ეს ესე არ არის. მასწავლებლებიც ამ შემთხვევაში არიან მსხვერპლი იმ სისტემის და იმ გადაწყვეტილების მიმღებებისას, რომლებმაც ვერ შექმნეს ისეთი სისტემა, რომელიც მათ პროფესიულ განვითარებას უზრუნველყოფდა და ზოგადად სისტემის გაჯანსაღებას და მასწავლებელთა კორპუსის გაჯანსაღებას უზრუნველყოფდა. რატომ ვერ შეიქმნა ეს სისტემა? აქ სწორედ მიზნებს შორის არის აღრევა. ხშირ შემთხვევაში პარტიული მიზანი არ ემთხვევა ხოლმე საგანმანათლებლო მიზნებს, ხოლო გადაწყვეტილების მიღება და მართვა დაფუძნებულია პარტიულ მიზნებზე. და ეს კარგია თუ თანხმედრაშია და მიყვება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს არ მიყვება. ნებისმიერი გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში არ ამოდიოდა მოსწავლის ინტერესებიდან, ანუ რომ მოსწავლეს მიეღო ხარისხიანი განათლება, არამედ ამომდინარეობდა პარტიულ ინტერესებიდან, რომ რაც შეიძლება მეტი კმაყოფილი ადამიანი ყოფილიყო ამომრჩევლის სახით მოკლევადიან პერსპექტივაში. ანუ მშობლების კმაყოფილებაზე არა, არამედ მასწავლებლების, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ მოსწავლის ინტერესებს და იმ ხარისხს, რომლითაც განათლება უნდა მიეცათ მოსწავლესთვის, მათი ინტერესები ტარდებოდა. ეს იყო მაგალითისათვის თქვენ ახსენეთ სასერტიფიკატო გამოცდები, როდესაც მასწავლებლებს საკუთარი სტატუსი უნდა დაედასტურებინა და 2014 წლებში ტარდებოდა გამოცდები. სამწუხაროდ ამ გამოცდებებმაც აჩვენა, რომ მასწავლებელთა კორპუსი საჭიროებდა გაჯანსაღებას და აქ ჰქონდა ძალიან ნათელი პრეცედენტები, როდესაც 2012 წელს, როცა საპარლამენტო არჩევნები იყო, მასწავლებლებს ტესტები გაუმარტივეს. და 2015 წლებში რამდენმა მასწავლებლებმაც მიიღო სერტიფიკატი, იმათ 50% 2012 წელს მიიღო, იმიტომ რომ გამარტივებული იყო ტესტი. ანუ მოსწავლეთა ხარჯზე, რომ მათ ვერ მიიღოთ კვალიფიციური განათლება, მასწავლებლებს გაუმარტივეს ტესტები. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები მოვიდა, იყო ეს უკვე პერიოდი, როდესაც მასწავლებლებს გაზდიოდა თავისი კომპეტენციის დადასტურების და თუ ისინი ვერ მოახერხებდნენ კომპეტენციის დადასტურებას, იყო შესაძლებლობა მათი ჩანაცვლების კვალიფიციური კადრებით, რომლებსაც გამოცდები ჰქონდათ ჩაბარებული, ჰქონდათ მასწავლებლის სტატუსი მოპოვებული, ოღონდ არ იყვნენ სისტემაში და დაახლოებით 1700 ესეთი კადრი იყო და ამ კადრების სისტემაში შესვლის ნაცვლად 2016 წლის წინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არა, მიუხედავად იმისა, რომ კვალიფიკაცია ვერ დადასტურდა, ყველა მასწავლებელს მივცეთ სტატუსი, გადავანაწილოთ
განვიხილოთ 4 კატეგორიის მიხედვით, მართლაც ესე მოხდა და ყველა მასწავლებელი გახდა რომელიღაც კატეგორიის მასწავლებელი და ამით საკმაოდ დიდი ნაწილის მასწავლებლების დაახლოებით 70%-ის გული მოიგეს. 2020 წელი იყო უკვე, როდესაც მასწავლებლებს მისცეს შესაძლებლობა რომ 4 წლის განმავლობაში არა გამოცდის ჩაბარებით, არამედ ალტერნატიული მექანიზმებით დაედასტურებინათ საკუთარი კვალიფიკაცია და ამისთვის მისცეს 4 წელი, თუმცა აღმოჩნდა 2019 წელს რომ მასწავლებლების დიდი უმრავლესობა ამ ალტერნატივასაც ვერ იყენებდა და კიდევ უფრო გაამარტივეს 2019 წელს მექანიზმები და თქვენ წარმოიდგინეთ 33,000 მასწავლებელი ყავდა, ვინც იყო პრაქტიკოსი მასწავლებელი, ანუ ვერ იმაღლებდა კვალიფიკაციას და ერთ წელიწადში 23,000 მასწავლებელმა შეძლო ამის გაკეთება, როდესაც 3 წელში ვერ შეძლო მისმა 20%-მაც კი, ანუ კიდევ ერთხელ შეუწყეს ხელი ამ პროცესს და 2024 წლის არჩევნები მოვიდა, როდესაც სახელმწიფო პოლიტიკის გადახედვა დაიწყეს და ხელფასი მოუმატეს მასწავლებლებსაც ძალიან კარგია და ზოგადად ხელფასის მატება არა მხოლოდ მოქმედი მასწავლებლისთვის არის კარგი, არამედ მომავალი მასწავლებლების მოსაზიდადაც, თუმცა ყველაზე მაღალ კვალიფიციურ კადრებს, რომელმაც სახელმწიფოს 9 წლის განმავლობაში საკუთარი კვალიფიკაცია დაუდასტურეს, მათ არ მოუმატეს ხელფასები, იმიტომ რომ ისინი წარმოადგენდნენ რეალობაში უმცირესობას ერთის მხრიდან და ის იყო გადაწყვეტილება, რომელიც არჩევნო პროცესს უკავშირდებოდა და ამავე დროს საინტერესო ამ გადაწყვეტილებით შემოიღეს საათობრივ სისტემაზე დაფუძნებული ანაზღაურება, რომელიც სოფლიოში ორი ტიპის ანაზღაურება სამუშაო საათებზე და 40 საათიანი ანაზღაურების სისტემა, სადაც არა მხოლოდ გაკვეთილები გულისხმება, არამედ სხვა ტიპის საქმიანობების ანაზღაურების სისტემა. და ცნობილია მინუსები ერთი სისტემისას და მეორე სისტემისას და საათობრივი სისტემის, როდესაც ხელფასი მხოლოდ ჩატარებულ გაკვეთილზეა მიბმული, არის სწორედ ის, რომ ამ შემთხვევაში ჩნდება შესაძლებლობა მასწავლებლების უფრო ეფექტურად მართვის, იმიტომ რომ მასწავლებელი დამოკიდებული ხდება სკოლის დირექტორზე, რომელიც საათების გადანაწილებას ყოველ სექტემბერში განსაზღვრავს და სკოლის დირექტორების არჩევნები რა მექანიზმებით ჩატარდა და პროფესიონალიზმი რო გადადებული იყო მეორე მხარეს და შერჩევის პროცესი როგორ ჩატარდა, ეს იყო კიდეც ანუ მასწავლებლების კომპეტენციას საკადრო რესურსზე როცა საუბრობდი, ერთი არის მასწავლებლების, რომლის გაჯანსაღებისკენ სისტემა არაფერს არ აკეთებს და მეორე სასკოლო პროცესის ხელმძღვანელები, სკოლის დირექტორები, რომელთა მაქსიმალურად, რომელსაც შეუძლია სკოლის დირექტორს ერთ სკოლაში მთლიანად შეცვალოს სისტემა. ერთი კარგი სკოლის დირექტორმა შეიძლება უფრო მეტი გააკეთოს, ვიდრე განათლების მინისტრმა, მაგრამ ამ თვალსაზრისითაც არაფერი არ გაკეთებულა. სკოლის დირექტორები სამწუხაროდ ისევ და ისევ პარტიული შერჩევის მექანიზმი გახდა და არა მათი პროფესიული განვითარების და ყველაზე სერიოზული კადრების მოზიდვის ამ პროფესიაში და სწორედ ამის შედეგია, რომ მაგალითად 40 წლამდე ახალგაზრდები საერთოდ არ მოდიან არც რესურს ცენტრის ხელმძღვანელებად, არც სკოლის დირექტორებად, იმიტომ რომ ვერ ხედავენ საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობას და ვინც მოდის, მათთვისაც კარები არის ჩაკეტილი, თუ იგი არის თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც ორიენტირებულია ქვეყნის მომავალს. ამიტომ ზოგადად, როდესაც მმართველობით სტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობთ, მინისტრები, რომლებიც მოდიან, ისინი ორიენტირებულია, რომ შეინარჩუნონ სტატუს-კვო სისტემაში, იყოს სიმშვიდე, იყოს სიწყნარე და იყოს ამით არსებული მდგომარეობით კმაყოფილება და არ არიან ორიენტირებული განვითარებაზე, ცვლილებებზე და მოძრაობაზე, რომელიც შესაძლებელია იყოს ზოგიერთ შემთხვევაში მტკივნეული და იგივე პარტიული ინტერესებისთვის დამაზარებელი. თქვენ თქვით, რომ იმისთვის, რომ რამე შეიცვალოს მართლა არსობრივად და უკეთესობისკენ, ძალიან ისეთი თავდადებული და ამბიციური, ასე ვთქვათ, მენეჯმენტი უნდა ჩაუდგეს სათავეში განათლების სისტემაში. თქვენ თუ გადავხედავთ დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრს, მაგალითად, წინასაარჩევნო პერიოდია და მართლა განათლება ყველაზე ისეთი ხდება ხოლმე. ყველაზე მეტ პოპულარობას განათლების საკითხი სწორედ წინასაარჩევნო დიძენს დაპირებების კონტექსტში. რამდენად ხედავთ რამე პოტენციალს, რომ თქვათ შემდგომ წლებში აი ეს კომპონენტები, რაც ხელს უშლის დღეს მათ შორის სასკოლო განათლების განვითარებას, შეიძლება რომ მოიხსნას, ან შეიძლება თავდადებული ადამიანი გამოჩნდეს სისტემაში. ხო, ანუ თავდადებული ადამიანია საჭირო ერთის მხრივ, რომელსაც მაღალი კომპეტენცია ექნება და ეცოდინება რა პრობლემებია და თავს დადებს ამ იმისთვის, თუმცა ეს არ არის საკმარისი მისი თავდადება, მნიშვნელოვანია მას ჰქონდეს სრული კარტ ბლანში მხარდაჭერის თვალსაზრისით, პოლიტიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით მის გადაწყვეტილებებში. სიმართლე რომ
გითხრათ, ამის პერსპექტივას დიდად არსებულ პოლიტიკურ სპექტრში ვერ ვხედავ, მათ შორის ვერ ვხედავ იმ დაპირებებიდან და იმ საგანმანათლებლო პროგრამებიდან გამომდინარე, რომლებიც ფოკუსს აკეთებენ უფრო პარტიულ საარჩევნო ინტერესებზე, ვიდრე რეალურ გრძელვადიან ხედვებზე. შესაძლებელია საარჩევნო სტრატეგია, ახლა ამ დეტალებში ვერ შევდივარ, თუმცა წმინდა პროგრამული თვალსაზრისით ეს ნაკლებად ჩანს. ნაკლებად ჩანს იგივე პარტიულ სიებში ეს ხედვები, ისევე როგორც ხო მოდი თქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა პარტია ამბობს და ყველა ხელისუფლება, რომ განათლება მათთვის არის პრიორიტეტი, თუ ავიღებთ, აი, როდესაც მაგალითად განათლების მინისტრის შერჩევაზე მიდის საქმე, ყოველთვის არის მნიშვნელოვანი, ვინ იქნება ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი. მაგრამ განათლების მინისტრი პოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ფიგურა არასოდეს არ არის ხოლმე. აქაც არის ხაზგასმული რა არის ხოლმე მართველი ძალისთვის მნიშვნელოვანი, რამდენად არის ის ორიენტირებული განვითარებაზე, რომელსაც სწორედ განათლების სისტემა განაპირობებს, თუ ის ორიენტირებულია უსაფრთხოების საკითხებზე, რომელიც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და საკუთარ სტაბილურობაზე. ხშირ შემთხვევაში სწორედ ძალოვანი მინისტრების, მათ შორის როცა საუბარი იყო კოალიციურ მთავრობას და როგორ გადანაწილდება და საუბარი იყო, რომ ძალოვან სტრუქტურებში არ აიღებდნენ გარკვეული მინისტრების პორტფელებს, ანუ ძალოვანი სტრუქტურებია მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და განვითარებისთვის და განათლების მინისტრი არ არის მნიშვნელოვანი. აქაც თვალნათლივ ჩანს, რომ პოლიტიკურ პარტიებს არ გააჩნიათ რეალური ხედვა განათლების სისტემის მნიშვნელობის. ესმით ზოგადად რომ უნდა ilaparaყონ, იმიტომ რომ განათლების სისტემაში ბევრი ადამიანია ჩართული და ბევრს ეხება, პოლიტიკურ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. ხო, ეს ესმით, ამაზე ლაპარაკის მიზანშეწონილება, თუმცა რეალურად აქ ცვლილებების და განვითარების განხორციელება სამწუხაროდ არც ოპოზიციური პოლიტიკურ პარტიებში არ ჩანს. ძალიან სამწუხაროა, იმედია გამოჩნდება ვინმე თავდადებული ოდესმე, რომელიც მართლა შეცვლის ამ ყველაფერს. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო თქვენი მოსმენა ამ საკითხზე.